თბილისთან ახლოს ამ მთის კალთაზე ბერი დავითი დაიდებს დროებით სამყოფელს. ის ერთ-ერთია იმ 13 ასრულ მამათაგან, რომლებიც იოანე ზედაზნელის წინამძღოლობით მე-6 საუკუნეში შემოვიდნენ საქართველოში. ეს ქვაბული მისი პირველი საცხოვრისია. ამ ადგილზე დღეს წყარო მოედინება. აქ წმინდა მამა გამუდმებით ლოცულობდა. დრო და დრო კი ჩამოდიოდა ქალაქში და ქრისტიანობას ქადაგებდა. სწორედ მისი ღვაწლია ქაშვეთის ეკლესიის დაფუძნება. მოქცევა უამრავი წარმართისა და მამა დავითის ტაძარი თაწმინდაზე. მოგვიანებით მამა დავითმა გადაწყვიტა თავი აერიდებინა ამ ქვეყნიური დიდებისათვის და მოწაფე ლუკიანესთან ერთად უდაბნოს გაეშურა. გარეჯის უდაბნო. ეს გაშლილი სივრცე ერთ დღეში, გათენებიდან დაღამებამდე, გასაოცარი ფერთა სხვადასხვაობით სუნთქავს. ამ მხარეში ზამთარი მკაცრი და სუსხიანი იცის. ზაფხულის მცხუნვარე მზე კი ადამიანის ყოფას გაუსაძლის ხდის. აქ მამა დავითის სავანე 125 კვადრატულ კილომეტრზეა გაშლილი. უდაბნოს სავანეთ ქცევის ისტორია კი ამ ბუნებრივი ქვაბულებიდან დაიწყო. თავდაპირველად აქ დაბინავდნენ მამა დავითი და მამა ლუკიანე. უდაბნოს ახალმოსახლენი მცენარეებით იკვებებოდნენ. მწვანე საფარმა, რომელიც უდაბნოში ისედაც მწირად მოიპოვებოდა, მზის ცხუნვარებას ვერ გაუძლო და მალევე გადახმა. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ბერები ირმის რძით დაიწყებენ თავის რჩენას. მათი ცხოვრების ეს ეპიზოდი
მომავალში ფართოდ აისახება მონასტრის კედლის მხატვრობაში. პირველი ეკლესია, რომელიც ლავრის ქვედა ეზოში მდებარეობს, რუსთავის ერისთავის ბუბაქარის სახელს უკავშირდება. უდაბნოში ფრინველზე სანადიროდ გამოსული ბუბაქარი შემთხვევით შეხვედრია წმინდა მამას. მოხიბლულა მისი ქადაგებით და ქრისტეს სჯულიც მიუღია ერისთავსაც და მის თანმხლებ პირებსაც. გამოაკვეთინა დავითმა კლდეში ტაძარი, მისცა სახელი ფერის ცვალებისა და იცვალა ფერი უკაცრიელმა და უნაყოფო უდაბნო. მომავალში ბუბაქარი გახდა მთავარი ქტიტორი გარეჯის სამშენებლო საქმიანობისა. ასე ჩაეყარა საფუძველი ასკეტური ცხოვრების წესით გამორჩეული მონასტრის მშენებლობას, რომელიც მთელ საქრისტიანოში ერთ-ერთ უდიდეს მართლმადიდებელ სამონასტრო კომპლექსად ჩამოყალიბდა. სულ მალე ბერთა საძმოს რიცხვა ისე იმატა, რომ სხვა მონასტრების დაარსება გახდა საჭირო. ამ დროისათვის მონასტერში უკვე მოღვაწეობდა დოდო გარეჯელი. ღირსი მამა ერისკაცობაში თავადი ყოფილა. მამა დავითის კურთხევით დოდო გარეჯელმა და ბერთა საძმოს წევრებმა მოპირდაპირე მხარეს კლდის ქიმზე სენაკები და ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი გამოკვეთეს. ასე შეიქმნა მონასტრის პირველი განშტოება, დოდოს რქად წოდებული. დაახლოებით მე-6 საუკუნის მიწურულს კი წმინდა ლუკიანეს წინამძღოლობით კიდევ ერთი მონასტერი დაარსდა და ეწოდა სახელი იოანე ნათლისმცემლისა. მონასტერი მამა დავითის ლავრიდან 8 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მისი მთავარი ეკლესიაც კლდეში ნაკვეთია და იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობისაა. ბერები ამბობენ, რომ ღვინო 50-მდე წირვას ეყოფა. ანუ ერთი წელი საკუთარი ყურძნით დაწურული საბარძიმე ღვინით აზიარებენ მრევლს. ახლა ღვინოსაც დააბინავებენ და ისევ ლოცვასა და შრომას მოყვნენ.